მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ მედეფ 103-ს ახალგადაცემა მაძიებელს. ყოველ შაბათს 16 საათზე ჩვენ გაგაცნობთ კულტურის სიახლეებს, ვისაუბრებთ სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მოვიწვევთ ნიჭიერ მოტივირებულ ახალგაზრდებს და თქვენთან ერთად აღმოვაჩენთ საქართველოს ჯერ კიდევ უცნობ მხარეებსა და ადგილებს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ გადაცემას, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯანმრთელ ცხოვრებაზე, ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და ვისაუბრებთ რამდენად ჯანსაღ საკვებს ვიღებთ, რამდენად დატვირთულია ჩვენი ორგანიზმი ფიზიკურად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ბატონი თენგიზი, რომელიც ისაუბრებს ჯანსაღ საკვებზე. ალბათ ნებისმიერი დაგვეთანხმება, რომ პროდუქტის არჩევა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ერთის მხრივ ჯანმრთელი საკვები, მეორეს მხრივ კი ახალი და არა ვადაკაცული. რასაკვირველია, იშვიათად ვაკვირდებით გამოშვების და შენახვის პერიოდს და სწორედ ამიტომ ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე. თუ შეიძლება ბატონო თენგიზ გვეპასუხეთ, თუ რამდენად ხშირად ხდება საკვების მონიტორინგი, სურსათის მონიტორინგი? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მე გახლავართ თენგიზ კალანდაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. ჩვენი სააგენტო ფუნქციონირებს დაახლოებით უკვე მერვე წელია და შეძლებს დაგვარა ჩვენ კანონის ფარგლებში ვახდენთ სასურსათო ბაზრის კონტროლს. კონტროლი ხდება ორი სახის, წარმოებს ორი სახის, ეს არის პირველი, მას ეწოდება ინსპექტირება, ანუ ჩვენი ინსპექტორები მიდიან უშუალოდ სურსათის მწარმოებელ საწარმოებში და უშუალოდ ახდენენ ზოგადად სანიტარო-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას, ხოლო მეორე კონტროლს ჩვენ ვეძახით მონიტორინგს, ანუ საცალო ვაჭრობის დონეზე მაღაზიებში ვყიდულობთ სხვადასხვა სახის მზა სურსათს და ვახდენთ მის ლაბორატორიულ კონტროლს. ლაბორატორიებს რაც შეეხება ჩვენ არ გაგვაჩნია ჯერჯერობით სახელმწიფო ლაბორატორია, ყველა ლაბორატორია არის კერძო, საქართველოში არსებული დაახლოებით 15-მდე სურსათის ლაბორატორია, რომელთა კომპეტენცია დადასტურებული არის აკრედიტაციის ცენტრის მიერ და ჩვენს მიერ ხდება თითქმის ყველა სახის პროდუქტის კონტროლი. ეს არის ხორცი-ხორცს პროდუქტები, თევზი, რძის პროდუქტები, ძეხვეული, ბავშვთა საკვები, ხილბოსნეული და ასე შემდეგ. მთელი წლის განმავლობაში წელს ჩვენ დაახლოებით გამოყოფილი გვაქვს 900.000-მდე მილიონამდე ლარი და ამ თანხის ფარგლებში ვაცხადებთ ტენდერს და გამარჯვებული გამოვლინდა რამდენიმე სხვადასხვა ლაბორატორია და ეს სხვადასხვა სახის სურსათი მიგვაქვს ამ ლაბორატორიებში. რა თქმა უნდა, შესაბამისად ხდება მიღებული შედეგების მიხედვით შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ნელ-ნელა ავამოქმედეთ კანონი ახალი მთავრობის მოსulis შემდეგ გამკაცრდა შედარებით სურსათის კანონმდებლობის ცვლილებები რას ითვალისწინებს კოდექსში შეტანილი ცვლილებები? დიახ, კანონმდებლობის ცვლილებები შეჯერობით ცვლილებები წარდგენილი არის პარლამენტში და ჯერ არ შესულა ეს ცვლილებები და იმედია საგაზაფხულო სესიაზე მალე დამტკიცდება, რაც ითვალისწინებს სწორედ სურსათის კონტროლის გამკაცრებას. იქ ამოქმედება რამდენიმე ახალი საჯარიმო სანქცია, თუმცა გარკვეული საჯარიმო სანქციები ჩვენ დღესაც გაგვაჩნია და ვახდენთ ამ საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ჩვენს მიერ შარშანდელი წელი მინდა მაგალითად მოვიყვანო სტატისტიკა. შარშან მთლიანობაში შემოწმებული იქნა 3-ჯერ მეტი საწარმო ვიდრე მთელი გასული 3-4 წლის განმავლობაში. ეს საწარმოები ჩვენს მიერ ხდება, ამ საწარმოების შერჩევა ჩვენს მიერ ხდება რისკის შეფასების საფუძველზე, ანუ პრიორიტეტს ვანიჭებთ მაღალი რისკის საწარმოებს. მაღალი რისკის საწარმოები გახლავთ პირველ ყოვლისა, ეს არის რძის გადამამუშავებელი წარმოებები, ხორცის გადამამუშავებელი წარმოებები, სასაკლოები და ბავშვთა კვება. ასევე გამოვყოფ განსაკუთრებით მას, რომ წინა წლებში საერთოდ არ შეგვიმოწმებია სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკები და შარშან სწორედ შემოწმებული იქნა თბილისის ყველა ბაღის კვების ბლოკი და მე მინდა მსმენელს კარგად აუხსნა, რომ კვების ბლოკის შემოწმება არ ნიშნავს მარტო იმას, რამდენად არის სამზარეულო სწორად მოწყობილი. ჩვენ ამასთან ერთად ვთხოვთ იმ ინვენტარის ჰიგიენურ ნორმებს, ასევე ცხელი წყლის მოთხოვნა, ხელის დაბანა და ასე შემდეგ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირადი ჰიგიენის დაცვა, ანუ ჩვენ ვითხოვთ დაწყებული ნედლეულის კეთილსაიმედოობიდან, უნებლობიდან, ასევე უნდა იყოს მიღებული უნებელი მზა პროდუქტი, რომელსაც ღებულობს ბავშვი და ასევე მას უნდა ქონდეს ყველა ის პირობა შექმნილი, რათა დაიცვას როგორც მზარეულმა, ასევე ბავშვმა პირადი ჰიგიენის წესები და საბოლოო ჯამში უნდა მიიღოს ბავშვმა უნებელი საკვები. თვითონ მასწავლებლებისთვის და მზარეულებისთვის თუ გექნებათ რამე გადამატრენინგებელი
დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა. მასწავლებლებს რაც შეეხება ამის ტრენინგები ჩვენი კომპეტენცია არ გახლავთ, იმიტომ რომ მასწავლებლებს უშუალო შეხება არ აქვს კვებასთან და კვების ბლოკთან, ხოლო ის პერსონალი, რომელსაც ელემენტარული შეხება მაინც კი აქვს, ანუ თქვათ ყველაზე მარტივი ჭურჭლის მრეცხავი, რომელმაც უნდა დაალაგოს სამზარეულო, პირველ რიგში ჩვენ მას ვთხოვთ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობას, ანუ არის თუ არა ის ჯანმრთელი და მან უნდა მოიტანოს ფორმა 100, ანუ ჩაეტაროს შესაბამისი კვლევები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფლება ენიჭება იმუშაოს სამზარეულოში და რა თქმა უნდა, ყველა პერსონალი, რომელიც მუშაობს სამზარეულოში. რაც შეეხება ტრენინგებს, ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩვენ სააგენტოსთან მიმდინარეობს შვედების დახმარებით CBI პროექტი, ესეთი სახელწოდებით და ამ პროექტის ფარგლებში მარტის პირველი ჯმილი არის პირველ ყოვლისა სწორედ ბაღში, საბავშვო ბაღებში მომუშავე სამზარეულო კვების ბლოკთან არსებული პერსონალის გადატრენინგება, ანუ მას ჩაუტარებ ჩვენ იმ პირველად მოთხოვნებზე ტრენინგებს, ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი მოწვეული ევროპელი ექსპერტები ჩაუტარებ სწორედ ტრენინგებს თუ როგორ უნდა დაიცვან მათ ელემენტარული პირადი ჰიგიენის წესები. საინტერესოა, რამდენად სწორად ხდება ეტიკეტირება, ანუ რამდენად სწორად ხდება შეფუთვა, ვარგისიანობის წარდგენა. როდესაც კარაქს აწერია ძალიან დიდი შრიფტით კარაქი, მაგრამ რეალურად ის არის სპრედი და მომხმარებელი შედის შეცდომაში, როდესაც ძალიან წვრილად წერია სპრედი, იმას აღარც იმის დრო აქვს და აღარც საშუალება რომ დააკვირდეს იმ ძალიან წვრილად დაწერილ შრიფტს და გაეცნოს იმის სრულ შემადგენლობას. ეს თუ შეიცვლება და დარეგულირდება. ძალიან ასე ვთქვათ, კარგი და ამავე დროს მძიმე შეკითხვა, ეს მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ სამწუხაროდ დღევანდელი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს თუ შესაბამის პროდუქტების სახელწოდებებს, ანუ ჩემის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ტერმინთა განმარტებები, ტერმინთა დეფინიციები, ანუ ყველაფერს უნდა ერქვა თავისი სახელი. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით და ჩვენი თანამშრომლობის ჩართულობით შექმნილი არის მინისტრის ბრძანების სამუშაო ჯგუფი და ჩვენ წერთ ტექნიკურ რეგლამენტს რძესა და რძის პროდუქტებზე. ეს აგებული იქნება ევრორეგულაციებისა და კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტების საფუძველზე, სადაც ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, ანუ კარაქი თუ ეწერება, ის აუცილებლად იქნება რძის პროდუქტი და არავითარი მცენარეული ცხიმი არ იქნება და ნებისმიერ რძის პროდუქტს ერქმევა ყველაფერს თავისი სახელი. შეიძლება მომხმარებელმა იფიქროს, რომ ეს გამოიწვევს პროდუქციის რძის პროდუქტების გაძვირებას, რაც გამოიწვევს სოციალურ უკმაყოფილებას, მაგრამ ეს ესე არ არის, მინდა დაგარწმუნოთ, ეს რას გამოიწვევს, შემიძლია ახლა ვეკითხრათ. ანუ დღეს არსებული ის პროდუქტები, რომელიც არის ბაზარზე და ქვია მაგალითად კარაქი და არაჟანი, მას უბრალოდ დაერქმევა სხვა სახელი და ერქმევა არაჟნის მსგავსი მასა, მომხმარებელი იქნება სრულად ინფორმირებული და მას ეცოდნება რა ყიდულობს, ეს პროდუქციაც დარჩება ბაზარზე, ანუ ჩვენ ამის აკრძალვას არ ვაპირებთ, ანუ მომხმარებელს მივაწვდით ზუს ინფორმაციას და მას ეცოდნება თუ ყიდულობს კარაქს იქნება კარაქი, თუ ყიდულობს კარაქის მსგავს მასას იქნება შესაბამისი და ფასებით შესაბამისად იქნება განსხვავებული. საინტერესოა რა პროცედურას მოიცავს ნიმუშის აღება და ზოგადად რა პერიოდში ხდება ეს? ნიმუშის აღება ხდება მთელი წლის განმავლობაში, ანუ წლიდან წლამდე, ჩვენ როცა გვიმტკიცდება ახალი ბიუჯეტი, ხელახლა ვაცხადებთ ახალ ტენდერს ყოველი წლის დასაწყისში და შესაბამისად ეს უკვე ეს ბოლო 2-3 წელია, ასე ვთქვათ, საგრძნობად იზრდება ეს თანხა ჩვენი დაფინანსების. ნიმუშის აღება არის შემდგომი პროცედურა, როდესაც ჩვენი უფლებამოსილი სპეციალისტები გადიან სხვადასხვა მარკეტებში, რა თქმა უნდა, უფროსის ბრძანებით, ანუ ისინი ქაოტურად არ დადიან არსად, ჩვენ ვიცით ხელმძღვანელობა, ვიცით ყველაფერი, ვინსად მიდის, ხდება სხვადასხვა ნიმუშების ოფიციალურად აღება, ამაზე არსებობს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი თუ პროცედურა, როგორ უნდა იქნას დაცული, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ლუკები, შესაბამისი რაოდენობით უნდა იქნას ეს ნიმუში აღებული, ეს ნიმუშის აღების დროს შედგება ნიმუშის აღების აქტი, რომელსაც მაღაზიის მეპატრონეც, ანუ მეორე მხარის წარმომადგენელიც აწერს ხელს და ადასტურებს. ნიმუშის აღება ხდება ორ ცალად, ერთ ნიმუშზე ტარდება ანალიზი, ხოლო მეორე ნიმუში ინახება როგორც რეფერენს ნიმუში, რაზეც თუ მეწარმე არ დაეთანხმება იქ მიღებულ პასუხს, ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ განმეორებითი რეფერენტული ანალიზი, ასე რომ ამ დიდი გართულებები ჩვენ არ აქვს, პროცედურა სრულად არის დაცული. 1-2 შემთხვევა ხდება წელიწადის განმავლობაში, როდესაც მეწარმე არ ეთანხმება პირველ პასუხს და მას კანონი ანიჭებს უფლებას ჩაატაროს განმეორებითი ანალიზი. უვარგისობის შემთხვევაში რა სანქციებია დაუშვათ, აი მაქსიმალური და მინიმალური რა შეიძლება იყოს?
უარგისობა ცოტა ესე ზოგადი სიტყვა, მოდი მე კანონი დავაკონკრეტებ რა ქვია ამას კანონით. ანუ ჩვენი მაკონტროლებელი სამსახურის ერთადერთი ფუნქცია რომ მომხმარებელს მიეწოდოს უვნებელი პროდუქცია. რაც შეეხება ხარისხს, ხარისხობრივი კონტროლი ჩვენს მიერ თითქმის არ ხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მეწარმეს აქვს სრული უფლება გამოუშვას მაღალხარისხიანი ცხიმი ან დაბალხარისხიანი ცხიმი, მაგრამ მთავარი ის რომ კანონმდებლობა მას ავალდებულებს რომ მან მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი პროდუქტი. იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენი ანალიზებისა და შემოწმებების შედეგად აღმოჩნდება რომ პროდუქცია არ არის უვნებელი და არ არის იმ ხარისხის მაჩვენებელი, რაც ეტიკეტზეა მიითითებული. ეს უკვე გახლავთ ფალსიფიკაცია და ეს გახლავთ საგამოძიებო სამსახურების კომპეტენცია და არა ჩვენი კომპეტენცია. ხოლო რაც შეეხება უვნებლობას, პროდუქცია აუცილებლად უნდა იყოს უვნებელი, თუ იმ შემთხვევაში დადასტურდება ჩვენს მიერ რომ ეს პროდუქცია მავნებელია და იგი საფრთხეს უქმნიდა მომხმარებელს, ამ შემთხვევაში ხდება შემდგომი ქმედებები. პირველი ის რომ ჩვენ მეწარმეს ვაჯარიმებთ, მეორე ის რომ მას ვავალებთ, მან სრულად გამოითხოვოს თავისი პროდუქცია და ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ გაანადგუროს. დიდი მადლობა ბატონო თენგის მობრძანებისთვის. იმედია ჩვენი მსმენელი გაითვალისწინებს თქვენ რჩევებს იმ შესახებ, რომ დავხედოთ თუ რას ვყიდულობთ შეფუთვას. მომავალში იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენ რადიო მსმენელს. მადლობთ. სულ მარტო რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვინც ახლა დაგვიბრუნდით და შემოგიერთით, გეტყვით რომ წინა ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ჯამთელ კვებაზე, პროდუქტის ხარისხიანობაზე, როგორც იტყვიან ჯამთელ სხეულში ჯამთელი სული უნდა იყოსო, ახლა კი კიდევ ერთი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის არის ვარჯიში და ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა იოგა და იოგას ვარჯიშები. თუ რა მნიშვნელობა აქვს, რა დატვირთვა აქვს, რა პრიორიტეტებით საარგებლობს იოგა და იოგას ვარჯიშები ამაზე იოგას სახლის წარმომადგენელი ბატონი გიორგი ისაუბრებს, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. მოგესალმებით ბატონო გიორგი და პირველ რიგში როგორც ვიცით, რამდენიმე სახის ვარჯიში არსებობს იოგასი და მანამდე სანამ კითხვებზე გვეპასუხებდეთ, თუ შეიძლება რომ თქვენ სახლზე ისაუბროთ იოგას სახლზე. ერთადერთი აკრედიტებული სახლიაო იოგასი, როგორც გეწერათ თქვენ და თუ შეიძლება რომ ჯერ ამაზე ვისაუბროთ. იოგას უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. იოგას სახლი არის სახელწოდება ცენტრისა, იოგას ცენტრისა, რომელიც არის აკრედიტებული საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ. ეს გახლავთ ერთადერთი აკრედიტებული ცენტრი საქართველოში. ეს აკრედიტაცია გულისხმობს იმ სტანდარტების დაკმაყოფილებას, რასაც აწესებს საერთაშორისო იოგას ფედერაცია. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია არის სრულუფლებიანი წევრი ამ მსოფლიოში ყველაზე დიდი და უმთავრესი იოგას ორგანიზაციის და იოგას ფედერაცია ზრუნავს ინსტრუქტორთა კვალიფიკაციაზე, მათ ამაღლებაზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გადამზადებაზე. იოგაზე ამბობენ, რომ მხოლოდ ფიზიკურ გაჯანსაღებაზე არ ზრუნავთ, დანარჩენი ვარჯიშებისგან განსხვავებით, სულიერ წონასწორობას ინარჩუნებო, იოგაზე ხშირად მსმენია მე პირადად და რა როლს თამაშობს ფსიქიკურად გაჯანსაღებაში, ადამიანის გონებრივად გაძლიერებაში იოგას იოგა დღესდღეობით მსოფლიოში მიიჩნევა სტრესისგან განთავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებად. ამის მიზეზი ბევრი რამ არის, ანუ თვითონ იოგას რიტმი, სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია გვეხმარება ყოველდღიურობაში გავთავისუფლდეთ სტრესისგან და ჩვენი პოტენციალი ავამაღლოთ და უფრო ფართოდ გამოვიყენოთ ჩვენი დაფარული რესურსები, რომელიც არის ჩვენში და უპირველეს ყოვლისა მაინც იოგას დღესდღეობით ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნისთვის მოიხმარენ, ანუ საქართველოში ამ მიზნით უფრო არიან, ამ მიზნისთვის უფრო ანუ რა თხოვნით მოგმართავენ ყველაზე ხშირად, რომ უნდა წონაში დაკლება თუ უნდათ უბრალოდ ეს არის ძირითადად სამი მიმართულება, ეს არის ჯანმრთელობის, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მეორე არის ხერხემლის პრობლემები და სტრესისგან განთავისუფლება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იოგა არ არის უშუალოდ სამკურნალო
სისტემა. ეს არის გამაჯანსაღებელი და უნდა გავავლოთ ზღვარი სამედიცინოსა და დავუშვათ ამ იოგას სისტემასა და მიდგომას შორის. თვითონ მედიკოსები გურჩავენ ხოლმე, რომ მიმართეთ იოგას დავუშვათ ამა თუ იმ პრობლემის შემთხვევაში. დიახ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად სამედიცინო ჩარევისგან თავის არიდების მიზნით ესე წარმოუდგებათ როგორც ალტერნატიული მედიცინა და ეს არ არის ალტერნატიული მედიცინა. კი ბატონო, ანუ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს რაიმე ესეთი პრობლემა აქვს სერიოზული ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ან პოსტოპერაციის შემდეგ ამ პერიოდისთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის სასურველია ექიმის კონსულტაცია, როცა საქმე ეხება სერიოზულ პრობლემას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დაკავდეს და შედეგები არის აი რა პერიოდში მივიღებთ შედეგს დაუშვათ იგივე ხერხემლის პრობლემა. და საშუალოდ რამდენი ხნის განმავლობაში არის საჭირო ამასე ვარჯიში, ანუ რამდენი დღეში რამდენი საათი უნდა დავუთმოთ? ნუ დღეში 45 წუთიდან 1 საათამდე საკმარისი არის და მე ვფიქრობ, რომ 3-4 ჯერ ნორმალური იქნება გამომდინარე იქიდან თვითონ რა პროგრამაა შეთავაზებული, მაგალითად იმას, რასაც ჩვენ თავაზობთ. ეს საკმარისია კვირაში 3-დან 5 ჯერამდე, რომ საკმაოდ კარგი შედეგი მიიღოს. რაც ეხება ეფექტს, ახლა ზოგისთვის, ვთქვათ, 2 კვირაც საკმარისია, ეს გააჩნია თვითონ მიზანს, გააჩნია ამოცანას და სირთულეს, სირთულის წინაშე გავარ. ხოლო ასაკთან მიმართებაში მინდა ვთქვა, ასევე რომ არის სპეციალური ჯგუფები, ანუ ბავშვებისთვის 5-დან 10 წლამდე. მაქსიმალური რა ასაკის მომხმარებელი ყავს ახლა თქვენს იოგას სახლს? მე ვფიქრობ, რომ ფიზიკურ სისტემაში არიან სადღაც 60 წლამდე, 60-65 წლამდე ადამიანები, მაგრამ თუმცა ასაკი მაინც არ არის შეზღუდული. იოგაში შეიძლება დაკავდეს ადამიანი 70 წლის ასაკშიც და პრიორიტეტები თუ შეგძიათ, რომ გითხრათ, ანუ რა პრიორიტეტებით სარგებლობს იოგას სხვა დანარჩენი ფიზიკურ ვარჯიშებთან? უპირველეს ყოვლისა ეს არის ის, რომ იოგა არ უნდა იყოს დამღლელი. წარმოიდგინეთ დაძაბული დღის შემდეგ, სამუშაოს შემდეგ, რომ დაკავდეს ადამიანი და არ იქნება სასურველი, კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიიღოს, ხო? პირველი უმთავრესი ეს არის ენერგიის მიღება, ხოლო მეორე ეს არის ზრუნვა ხერხემალზე. აი ხა როგორც საუბრობდით, ანუ ეს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია უპირველეს ყოვლისა ამ მიმართულებით არის საჭირო, ანუ ხერხემლის მიმართულებით. და სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში იცი ყველაზე მეტად ვაწყდებით ესეთ პრობლემას, რომ აი იგივე მე რაღაცა ვიდეოებს ვუყურებ ჩანაწერებს და შემდეგ სახლში ვიმეორებ იმ ვარჯიშებს. რამდენად მიზანშეწონილია, რომ აი ინსტრუქტორის გარეშე მე რაღაცა ვარჯიშები გავაკეთო იოგას. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მეჩვენება, რაღაცა მდგომარეობა და პოზებია, რომელსაც მე ვიღებ და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ვიდეოს მეშვეობით თვალყურს ვადევნებ და ვიმეორებ. მე მგონია, რომ სწორია, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ანუ უკუჩვენებები აქვს თუ არა რაიმე არასდროს? რა თქმა უნდა, უკუჩვენებები აქვს. იცით რა შეასაქმე ეს ვიდეო შემთხვევითი თემაა და ის მომენტი, რომ ჩვენ ვუყურებთ ვიზუალურად და გონია, რომ იმას ვიმეორებთ, რაც საჭიროა, ხშირად ესე არ არის. არა თუ ვიდეოთი გამეორება, არამედ ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ, აი ჩვენ წინა ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ნუ ხალხი დადის ინსტრუქტორთანაც, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ანუ ვარჯიშებს აკეთებენ სრულიად არასწორად, იმიტომ რომ არ არის, ასე ვთქვათ, ინსტრუქტორს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და რა თქმა უნდა, ვერ გამოურიცხავთ, რომ სწორად ივარჯიშოს ადამიანმა, მაგრამ შანსი შეცდომის არის ძალიან მაღალი. და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ ახლა ხერხემლის შემთხვევაში შეიძლება გამრუტება კიდევ უფრო გაიზარდოს. არის შემთხვევები, რომ თქვა ჩვენთან მოსულან, ანუ დადიან, თქვა ლორდოზის განვითარებულა, ანუ არის ორგანიზმი, რომელსაც აქვს თქვა მიდრეკილება და ამ შემთხვევაში შეიძლება ამ მიდრეკილებაში
პირიქით ხელი შეუწყოს, ანუ არასასურველი მიმართულებით. ასეთი შემთხვევები არის, უბრალოდ რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად გვიწევს ამ ყველაფერზე საუბარი, ასევე პრობლემები სახლში პრაქტიკასთან დაკავშირებით. ბევრი ინსტრუქტორი დამოუკიდებლად ანუ სახლში სწავლობს უბრალოდ წიგნით, ვთქვათ, ან ვიცი, ან ინტერნეტიდან და ამის მერე უბრალოდ უჩნდებათ სურვილი, რომ ასწავლონ და საჭიროა გაიარონ ის. ამას არავინ აკონტროლებს, დაუშვათ აქ თუ არა ამა თუ იმ პირს იმის უფლება, რომ დაუშვათ თვითონ რაღაცა ვარჯიშები ისწავლო, მაგრამ შემდგომ სხვასაც ასწავლოს. სამწუხაროდ არა. აი მე შემიძლია რაღაცა წიგნიდან ვისწავლო, შემდეგ ჩემი სახსრებით გავხსნა იოგას სახლი, ან ნებისმიერი მსგავსი დაწესებულება და შემდეგ სხვებსაც ვასწავლო. დაზღვეული არის მომხმარებელი, რომ მე დაზღვევა ამ შემთხვევაში არის საქართველოში ვინმე აკონტროლებს ამას? არ არის ამის კონტროლი საქართველოში, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ეს არის საერთაშორისო იოგას ფედერაციის სერტიფიკატი ან ხარისხი. ან ის სტატუსი, რითიც ადამიანი არის დარეგისტრირებული ამ ორგანიზაციაში. მაგალითად, თქვათ, არის ადამიანი, გინდა ქართველი, გინდა ინდოელი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მათზე ინფორმაცია შეგვიძლია მოვიწიოთ საერთაშორისო რეესტრის იოგა ალიანსის რეესტრის საიტზე, ისევე როგორც თვითონ იოგას ფედერაციის საიტზე და ეს არის უბრალოდ ჩვენი ასე ვთქვათ თავის დაზღვევა ამასთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ როდესაც შეხვედრა ჰქონდა ინდოეთის იოგას ფედერაციის გენერალურ მდივანთან პარიზში მან დაადასტურა, ეს ფართოდ არის, ესეთი საკითხი დიახ, დგას, იმიტომ რომ დღესდღეობით იოგა რაღაცნაირად იოგას ცოდნა გადანაწილდა მთელ მსოფლიოში. ვერ იტყვი, რომ კონკრეტულად რომელიმე ქვეყანაში მეტია, მე გულისხმობ ინდოეთიდან. არა, სხვათა შორის ამერიკაში უფრო განვითარდა, იმიტომ რომ ბოლო წლების მანძილზე იოგას მომხმარებლები 30 მილიონი ადამიანი მიმდევარი ყავს იოგას ამსახეობას ამერიკაში და სწორედ ამ საუბარში ერთ-ერთი რაც თქვა ინდოეთის ფედერაციის გენერალურ მდივანმა, რომ დღეს ვერავინ ვერ იტყვის ვერც იმას, რომ თქვათ ინდოელი რამეს ნიშნავს საერთოდ იოგაში, როგორც თქვათ ფეხბურთში ეროვნული ზღვარი მთლიანად წაშლილია და ხშირად ინდოელები ამას რაღაცნაირი სპეკულაციის და манипуляციის თემათაც იყენებენ, აი რაღაც თქვათ, ბებია მყავდა ინდოელი, ან რაღაც წარმოშობით ინდოელი ვარ და ეს კვალიფიკაციის დამადასტურებელ თემად მოყავთ, მაგრამ გამოიწვია პირველ რიგში იმან, რომ როდესაც 30-იან წლებში ორმა უმთავრესმა იოგას გამავრცელებელმა იმოგზაურეს ჯერ ევროპაში და შემდეგ ამერიკაში, მათ იქ დახვდათ ძალიან დიდი დაინტერესება. რატომ წავიდნენ ისინი ევროპაში? რატომ არ დაიწყეს იოგას გავრცელება თვითონ ინდოეთში? მათ ესე წიგნებში ისინი წერენ, რომ ინდოეთში იმ დროისთვის იოგათი დაინტერესება არ იყო საერთოდ. ეს სამწუხაროდ გამოთქვავდნენ, რომ ამ ვარჯიშებს ინდოეთში ქონდათ როგორც წმინდა რელიგიური რაღაც რიტუალიზმის ნაწილობრივი დატვირთვა და ფიტნესის კუთხით, არავის ჰქონდა ამის მიმართ ინტერესი. სწორედ ამიტომ თავის რეალიზაცია რომ ვერ მოახერხეს, მათ დატოვეს და იმოგზაურეს შტატებში და შემდგომ თუნდაც ევროპის ქვეყნებში მოყვა ამას, ასე ვთქვათ, ფართო გამოხმაურება. მოგეხსენებათ, რომ დაინტერესება ყოველთვის ხელს უწყობს ამ განვითარებას, კვლევების მეტი საშუალება იყო და აი ეს იყო წინაპირობა და მე მახსოვს ასევე თვითონ ამბობდნენ, რომ რა განსხვავება არის იმ იოგასა, რასაც ჩვენ ვასწავლით ეხლა, რასაც ჩვენ ვარჯიშობთ. იოგა არის ერთი კლასიკური იოგა. აი მოგახსენებათ, დღეს ხო გავრცელებულია იოგას ვარჯიშები, ფიზიკური ვარჯიშები. და ესენი ამბობდნენ, რომ რედ განსხვავდება ეს ვარჯიშები იმ სპორტული ვარჯიშებისგან, რასაც ხვები აკეთებდნენ. ამას რატო ამბობდნენ? იმიტომ რომ იმ დროისთვის იოგას გრამატიკა ჯერ კიდევ არ იყო დახვეწილი და დაწერილი. ეს ვარჯიშები ზუსტად როგორ უნდა შესრულიყო, არ იყო ცნობილი. ამას ამბობს თვითონ აიანგარი. და მე ამბობს, რომ მე ჩვენ ჩავრთეთ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ყურადღება, გავაანალიზეთ ეს ყველაფერი ანატომიის თვალსაზრისით
თანამედროვე მედიცინასთანაც ანუ თანხმედრაში და ამის შემდეგ ნელ-ნელა იქმნება იოგას გრამატიკა. ანუ იოგას გრამატიკა შეიქმნა დღეს როგორც ვარჩევის მე-20 საუკუნეში და ძირითადი ეს პრინციპები მე-21 საუკუნეში მოხდა ამ ყველაფრის დახვეწა. ის იოგა რო აი როგორც ინდოეთიდან მოდის უძველესი სისტემა ათასწლეულების მანძილზე, ის უბრალოდ როგორც მხოლოდ წინაპარია ამ სისტემის და დღესდღეობით არიან ძალიან ძლიერი ანატომისტები, არის ძალიან კარგი კურსები იოგა ანატომიის და მე მიმაჩნია რომ დღესდღეობით ეს არის ყველაზე უფრო თქვათ დიდი მიღწევა, რაც შეიძლება ასე ვთქვათ იოგათის დაინტერესებული ადამიანისთვის იყოს, რომ თქვენ შეგიძლიათ კარგად გააანალიზოთ ანატომიის და ასე ვთქვათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, აი სამედიცინო ჭრილში ამ ყველაფრის შედეგი არის ძალიან კარგი ილუსტრირებული ლიტერატურა, სადაც ანუ ადამიანის ყველა თითოეული კუნთია მოყვანილი, განხილულია ხერხემალი და ასე შემდეგ. მაშინ როცა უბრალოდ ეს თვითონ ინდური იოგას ცოტა სხვა სამედიცინო საფუძვლებს ემყარებოდა, ეს იყო როგორც აიურვედას ძველი ინდური მედიცინის თემა და დიდი განსხვავება იყო. აი საკვებთან დაკავშირებით გვაინტერესებს თუ არის თქვათ რაიმე მუზეუმების მიმართვა ან დიეტა ან რაღაცა აი ვარჯიშის დროს არის იოგაში. ხო, ამ პერიოდში რა დროსაც ხდება ეს ვარჯიში. იცით როგორ არის რაც ეხება დიეტას, ჩვენ ვურჩევთ რომ დიეტას მოეკიდონ სერიოზულად და ეს ინდივიდუალური თემაა, მიგვაჩნია თუნდაც ადამიანის პირადი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ამიტომ ყველაზე კარგი იქნება ადამიანმა მიმართოს დიეტოლოგს, გარდა იმ რეკომენდაციებსა, რასაც ჩვენ მივცემთ ზოგადად, მიმართოს დიეტოლოგს იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებული ინდივიდუალური კუთხით. არ მიგვაჩნია სწორად, რომ ყველასთვის მოჭრილად მარტივი იქნებოდა, ხო, მივცემთ ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის რჩევა, რა თქმა უნდა, ახლა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ ანუ ისტორიკებად ეს რო ურჩიო, მაგრამ რაც ეხება სპეციფიურად მუშაობა, ეს ცოტა უფრო ესეთი საკითხია, რომ ამას ჯობია უფრო მიუდგრენ პროფესიულად. ძალიან დიდი მადლობა გიორგი მოვდანებისთვის, თქვენი რჩევებისთვის. დაგემშვიდობებით და სარეკლამო ჭრის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის გადაცემა მაძიებელი 103 ახალი რადიო პროექტი. ჩვენი დღევანდელი თემა იყო ჯამთელი ცხოვრების წესი. წინა ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ მათთვის, ვინც ახლა შემოგიერთით, გეტყვით რომ ვისაუბრეთ ჯანსაღ კვებაზე, შემდეგ იოგას მნიშვნელობაზე და დატვირთვაზე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჯამთელი ცხოვრების წესში დაგეხმარებათ, ეს არის ლაშქრობები, მით უმეტეს რომ გამოთბა და გამოზაფხულდა, გასვლითი ტურები, ალბათ ყველას უყვარს, მე პირადად ძალიან მიყვარს ლაშქრობები. თან ჩვენი საქართველო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი საინტერესო კუთხე, ადგილი ვნახოთ, რაც ჯერ არ გვინახავს, არ ვიცით და ამაში ყველაფერში დაგვეხმარება მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ღვთისო, დაგვაკვალიანებს, სად შეიძლება წავიდეთ, როგორ შეიძლება წავიდეთ, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და ასევე მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი ბატონი გიორგი. მოგესალმებით, გმადლობთ მობრძანებისთვის და პირველ რიგში თუ შეგიძლია გითხრათ თქვენი ფედერაციის შესახებ, რამდენი ხანია რაც არსებობს და ფუნქციონირებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ფედერაცია არსებობს დაახლოებით 2 წელია. ფუნქციონირებს საკმაოდ აქტიურად, მისი პრიორიტეტული თემა არის, რა თქმა უნდა, ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. აერთიანებს 21 პროფესიონალ მოლაშქრეთა კლუბს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საუნივერსიტეტო და სასკოლო მოლაშქრეთა კლუბებს.
კიდევ რა ამ შეიძლება? სასკოლო კლუბებში მოსწავლეებს შეუძლიათ ჩვეულებრივ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ თუ რას გულისხმობთ? ხო, ანუ უფრო კარგად რო განვუმარტოთ მსმენელს. სასკოლო მოლაშქრეთა კლუბები შეიქმნა პროექტ გახდი მოლაშქრის ფარგლებში, რაც გულისხმობს საჯარო და კერძო სკოლებში მოლაშქრეთა კლუბების შექმნას. ანუ მოსწავლეები საკუთარი სკოლის მოლაშქრეთა კლუბში წევრიანდებიან და ეს კლუბი მერე ვითარდება სკაუტური პრინციპით ეს თქვენ უკავშირდებით სკოლას რომ შექმნით ასეთი ჯგუფი, რომელიც შემდეგ ჩვენთან ერთად ლაშქრობებში წამოვა თუ როგორ ხდება, ანუ რა პრინციპით? არა, ამ ეტაპზე თავისი ინიციატივით იქნება ეს კლუბები, ჯერჯერობით არ არის დიდი რაოდენობის, თუმცა ვაპირებთ სექტემბრიდან რომ დავიწყოთ უფრო აქტიურად უკვე ჩვენ დაუკავშირდეთ და შევქმნით. ახლობით რა რაოდენობის სკოლა ამ ეტაპზე? ასევე 20-მდე სკოლაში არის შექმნილი მოლაშქრეთა კლუბი, არა მარტო თბილისიდან, ასევე ქუთაისში და ბათუმშიც. გიორგი, შენ როგორც ვიცი, ძალიან მოყვარული ხარ ლაშქრობების, აქტიურად დადიხარ, თითქმის ყოველ კვირა გასვლები გაქვს ხოლმე დატვირთული. აი, რა სიხშირით დადიან მოხალისეები შენთან ერთად და რა უნდა გაითვალისწინოს წამომსვლელმა? პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ სტუდიაში მომიწვიეთ. ჩემი პრიორიტეტი ამ შემთხვევაში მე მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი წევრიც ვარ, ასევე სხვა ფედერაციების არის ექსტრემი. ძირითადად. ღვთისო და ბიჭები დადიან ხოლმე ძირითადად ლაშქრობებში, მათ უყვართ ლაშქრობები და მე ამ ლაშქრობას სხვადასხვა მოსახურობით ვამდიდრებ ხოლმე, როგორც მაგალითად თასვლელობა, კეივინგი იგივე, მღვიმეებში სიარული და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი ძირითადი პრიორიტეტია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლაშქრობასთან ერთად, რაც თავისთავად გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, სიარულს და ეს თავგადასავალს, ცოტაოდენი ექსტრემი. და ძალიან თანამშრომლობ ჩვენი ფედერაციები, მე რამდენიმე ფედერაციაში შევდივარ და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია თანამშრომლობენ ამ საკითხში და ძალიან ესეთი თანამშრომლობა გამოდის, რომ ვარგისიანია. ანუ შედეგს იღებს ძირითადად. თუნდაც ახალი ბილიკების დანერგვის გზა და ასე შემდეგ. ანუ მე ცოტა ექსტრემის განხილვები ამ ექსტრემში. აი მაგალითად გულისხმობ ექსტრემში, რომ შეიძლება იყოს გასვლა სადმე და შემდგომში იყოს სავასწავლო საბაზისოდ კლდეზე ცოცვა. კლდის გასუფთავება და ასე შემდეგ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგმართოს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგმართოს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირველ რიგში დაუკავშირდეს მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციას ან ნებისმიერ სხვა ფედერაციას, რომელიც თვითონ ექსტრემს გულისხმობს და შემდგომში ესენი ამისამართებენ ხოლმე ამ ხალხს, როგორც ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩემთან. და ნუ მთავარი ჩემი ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ადამიანი იყოს ექსტრემის მოყვარული. აი სახიფათო მომენტები და კურიოზები თუ შეგიძლია რომ გაიხსენო რამე ისეთი თუ სახიფათო მომენტები და კურიოზები იყო ძალიან ბევრი, მე ესე ვფიქრობ, არ ღირს ახლა ყველას გახსენება, იმიტომ რომ ყველაზე ისეთ განსაკუთრებული მომენტებიც არ ყოფილა. ყველაზე დიდ სირთულეებს რომელ გასვლა სად გადააწყდით? ყველაზე დიდ სირთულეებს ჩვენ პირადად გადავაწყდით წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, როდესაც მღვიმეში შევედი, საერთოდ ახალი მღვიმე იყო აღმოჩენილი. ადგილობრივმა მკვიდრმა აღმოაჩინა მდინარეს შეყვა, შეუყვა და იქ მღვიმე აღმოჩნდა და ნუ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში სპეციალური აღჭურვილობა ჩვენი კარ ჰქონდა, რომ შევედით და ჩვენი შევედით მოხალისეთა ჯგუფი, მოდით ესე დავარქვათ ამ ყველაფერს და იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ არ მოველოდით ტემპერატურის ესეთ მკვეთრ ცვალებადობას, იქ დაფიქსირდა მინიმუმ 4 გრადუსი ტემპერატურა, ელემენტარულად ძალიან შეგვწევდა, წყლით მივდიოდით თან. და ნუ ერთ-ერთი ესეთ ძალიან ექსტრემალური მღვიმე იყო და ექსტრემალური ტურიზმისთვის ვფიქრობ ძალიან ხელშემწყობი იქნება თუ მოხდება შემდგომში ამ მღვიმისთვის გარკვეული ყურადღების მიქცევა უკვე სახელმწიფოს მხრიდან და კერძო სტრუქტურების მხრიდან. აი ადამიანი რომელიც ახლა თქვენ მოგმართავთ ამ გადაცემის შემდეგ რომ უნდა თქვენთან ერთად ლაშქრობებში წამოსვლა. საჭირო აღჭურვილობას თქვენ თვითონ შესთავაზებთ ბატონო ღვთისო თუ თავად უნდა წამოიღოს იგივე საკვები ფედერაცია უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც საჭირო არის, უბრალოდ ნუ რაღაც პირადი ჰიგიენის ნივთები ახლა თავისი წამოსაღებია, რა თქმა უნდა. დღეს უკვე ძალიან აქტუალურია და გამრავლდა ეს ტურისტული გასვლები, ორგანიზაციები. თქვენს ორგანიზაციას რა პრიორიტეტები აქვს, რას თავაზობთ მომხმარებელს, რატომ უნდა მოგმართონ თქვენ? იცით, ფედერაცია არ არის ტურისტული ორგანიზაცია. პრინციპში ჩვენ არ ვაკეთებთ კომერციულ გასვლებს, ანუ
როდესაც ადამიანს სურვილი აქვს ლაშქრობაში სიარულის, ჩვენ ვამისამართებთ ხოლმე მე კონკრეტულ მოლაშქრეთა კლუბთან, რომელიც არის მისთვის მისაღები, ასე ვთქვათ, მისი მისაღების სტილით ლაშქრობს. ფედერაციას სხვა პრიორიტეტები აქვს ამ შემთხვევაში აღებული, ჩვენთვის თავარი არის ლაშქრობით დაკავდეს მე რაც შეიძლება მეტი ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვატარებთ თუ სხვა, ასე ვთქვათ. აი, რას ურჩევდით ადამიანებს, რატომ უნდა წამოვიდნენ გასვლებში? რა ვიცი, ლაშქრობაში უნდა წამოვიდნენ, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო საშუალება პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესის, არის საუკეთესო საშუალება მეგობრების, ახალი მეგობრების შეძენის, ჯანსაღი კომუნიკაციის მათთან, შენი კულტურული მემკვიდრეობის და ბუნებრივი მრავალფეროვნების ნახვის დათვალიერების ძალიან კარგი საშუალება. აი სასკოლო მოლაშქრეთა კლუბებს ეს პლუსი აქვს, რომ ისინი ექსკურსიის ნაცვლად დადიან ლაშქრობაში და ნაცვლად რაღაც ერთდღიანი გასვლისა, სადაც ნახულობენ რაღაც დაუშვათ ეკლესიას და შემდეგ მიდის кейფი და ბრუნდებიან სახლში. ახლა უკვე ღამეც რჩებიან და უფრო რაღაც საფუძვლიანად ისწავლიან ხოლმე იმ ადგილებს, რასაც ექსკურსიებში ვერ ახერხებენ ხოლმე. აი ეს პლუსები აქვს რა ლაშქრობას, ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს რა. თანხებთან დაკავშირებით, აი სურველი თუ დაგიკავშირდათ, მინდა წამოსვლა, ესე ნებისმიერ შეუძლია, რა რაოდენობით შეიძლება წამოვიდეს ახლა თქვენთან ადამიანი? არა, რაოდენობა შეუზღუდავია, მაგალითად ახლა 5-6-7 აპრილისთვის გეგმავთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ზაფხულის სალაშქრო სეზონის გახსნას, გრანდიოზული გახსნა იქნება კიკეთში, სადაც სრულად უფასო არის. ასევე ფესტივალები ტარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ, სადაც აი ბევრი ადამიანი ერთად ლაშქრობს ხოლმე, ისინიც უფასო იქნება. დანარჩენი უბრალო გასვლები არის რაღაც მინიმალურ უფასო. ეს ფესტივალი რა სიხშირით? ფესტივალი არის დაახლოებით 3-4 ჯერ წელიწადში, როდესაც ფედერაციის შემავალი ყველა მოლაშქრეთა კლუბი ერთად გადის რაღაც კონკრეტულ ბანაკს მართავს რაღაც მიზნით. ახლა ამინდის შესაბამისად ხელს გვიწყობს კარგია თბილა, მაგრამ როცა წვიმს, თოვლია, რაღაცა ცუდი სიცივეა და საქმიდან გასვლის სურვილიც არ გვაქვს. მაშინ დადიხართ თუ შეჩერებულია ეს გასვლები და შემდგომ აგრძელებთ გაზაფხულის პერიოდში? არა, ჩემთვის ცუდი ამინდი არ არსებობს ლაშქრობის დროს, იმიტომ რომ წვიმას თავისი მუღამი აქვს, ასე ვთქვათ, ჟარგონი რო ვიხმაროთ და არ არსებობს. ყველანაირი აღჭურვილობა ხელს გვიწყობს იმისთვის, რომ ამ ნებისმიერ ამინდში ვილაშქროთ და მივიღოთ სიამოვნება რა. კარგი, ბატონო გიორგი, თქვენ რომელი გასვლა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? ანუ ეს იყო ჩემი პირველი გასვლა და ეს მოხდა ხევსურეთში, რაც დაამახსოვრდა. ანუ მოხდა ისე, რომ აბსოლუტურად უცხო ადამიანები ერთ ინსტიტუტიდან გავედით, ეს იყო საუნივერსიტეტო ჩვენი გასვლა, მაშინ კავკასიის ბიზნეს სკოლაში ვსწავლობდი და ეს გასვლა იყო ორგანიზებული ბიზნეს სკოლის სახელით და საერთოდ მე ვფიქრობ, ახლა ღვთისმშობლის თემის გაგრძელება რომ გამოვიდეს, რომ საუკეთესო საინტეგრაციო მხარე ადამიანებს შორის ეს არის მათი გარკვეულ პირობებში ჩაგდება. მით უმეტეს, როდესაც თუნდაც ეს იყოს ცუდი ამინდი, თუნდაც ეს იყოს კარგი ამინდი, რადგან ხალხი სწავლობს პირველ რიგში გუნდურ მუშაობას. და შემდგომში არის ხოლმე ზუსტად იმ გუნდური მუშაობიდან გამომდინარე ხდება ხოლმე ადამიანების დამეგობრება, თუნდაც ერთმანეთის კულტურისადმი გარკვეული ინტერესის გამოჩენა და ასე შემდეგ. ანუ ესაა ძალიან ესეთი პროცესი, როდესაც გიწევს და გრძნობა გეუფლება, რომ შენ მარტო არ ხარ, მარტო შენი თავი არ გაქვს, არამედ შენთან არის გუნდი, შენთან არის მოლაშქრეთა გარკვეული ჯგუფი, ხალხის ჯგუფი და აუცილებელია ისწავლო ერთიანი მუშაობა, გუნდური მუშაობა. რაც არის საუკეთესო საშუალება ხალხის დაახლოების. ჩემი პირადი აზრი ეგაა ლაშქრობაზე და ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსია ის, რომ მოლაშქრეთა ფედერაცია ამას აწყობს. ძალიან ხშირია ხოლმე ეს ტერმინები, მე გამიგია ხალხისგან, რომ მე წამოვალ, ოღონდ ნაცნობი მინდა წამოვიყვანო. ხო, იმიტომ რომ ზოგს უჩდება. იმიტომ რომ ზოგს უჩდება ეგეთი ილუზია, რომ აი ნაცნობი თუ არ მყავს, შეიძლება მე იქ დავიჩაგრო, რაღაც უხერხულად ვიგრძნოთ თავი. მინდა რომ შევახსენო მაყურებელს, რომ ესე არ იქნება, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ წახვალ და რაც შეიძლება მეტ ხალხს გაიცნობ, ისწავლ იმ ხალხთან ერთად მუშაობას და მოგიწევს გარკვეული პერიოდი თანაცხოვრება ამ ლაშქრობის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ უფრო საინტერესო იქნება ამ ხალხისთვის, წავიდნენ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გაეცნონ, რაც შეიძლება მეტი ადრენალინი მიიღონ და რაც შეიძლება მეტი ნაცნობი ყავდეთ და მეტი ინტერესი გამოხატონ იმ ნაცნობების მიმართ. ნუ აი ჩემი პირადი აზრი ეგ არის ამ ლაშქრობაზე, რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსია, რომელსაც სამწუხაროდ ამ ინტეგრაციის საკითხებში ძალიან
ეს როცა ასე მიჯაჭვია საზოგადოება სოციალური როგორ არის ახლა ინტეგრაციის საკითხებში არის ხოლმე, როდესაც ეს ინტეგრაცია ხდება, ენის სწავლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ზუსტად ესეთი გასვლები იქნება ერთ-ერთი მიზნის შესრულების ერთ-ერთი გზა, როცა უკვე ინტერესი გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ ხალხს, რადგან ექნებათ იქ მეტი გასახსენებელიც და ასე შემდეგ და ვფიქრობ საერთოდ ენის ბარიერიც არ იქნება თუ ექსტრემალურ პირობებში არიან ჩაგდებული ხალხი იმისა, რომ გუნდურად იმუშაონ, ეს რაღაც ინსტინქტურ დონეზე მოდის უკვე. და ხვდება ყველა, რომ ეს არის აუცილებლობა და არა რაღაც პოსტულატი, იმიტომ რომ ცუდამინდში განსაკუთრებით ეს ექსტრემის პირობები, იმიტომ მეყვარს, რომ ხდება ეს მომენტი, როდესაც ეს ჯგუფი გძნობს თავს ერთ გუნდად და ეს მომენტის გაღვივება მთავარი ჩემთვის. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. გასაგებია რომ უშუალოდ ანანურში მიდიხართ. მაგალითად მე როგორც მომხმარებელი ვიტყვი რომ ანანურში ნამყოფი ვარ და რაღა არის ანახავი და უშუალოდ ანუ ეს მომენტიც არის, გასაკვირველია რომ მე ანანურში ნამყოფი ვარ, იქ ნახე ეკლესია. დადიხარ თუ არა ისეთ ადგილებში, სადაც დაუშვათ სხვა ტურისტები. მოდი გეტყვით რომ შეიძლება რაღაც კულტურული ძეგლი მქონდეს რომელიმე რეგიონში ნანახი, მე თვითონ, მაგრამ ვიყო მისული მანქანით, ნახო, წამოვიდე, ვიკეიფო და ასე შემდეგ. აბსოლუტურად თვითონ სწორედ სიტყვა იხმარ, მუღამი აქვს, როდესაც შენი გადიხარ, გარკვეულ გზას იკვლევი, გასასვლელ გზამდე. და უფრო დიდი ადრენალინია და უფრო დიდი სიხარულის გრძნობა, როდესაც აი ფეხით ადიხარ, ძალიან დიდ მონაკვეთს გაივლი და იმ კონკრეტულ მიზანს მიაღწევ, რაც გინდოდა. და ამასთან ერთად შეიძლება კულტურული ძეგლი ნანახი გქონდეს, მაგრამ არ გქონდეს წარმოდგენილი თუ რა რელიეფურ მდგომარეობაშია აშენებული. ჩვენ თუ ფეხით გააკეთებ ამას, ფეხით ახვალ მოივლი, შემდეგ ჩემი აზრით უფრო დააფასებ იმ კულტურულ ძეგლს. რომ შენ ესე დადიხარ, ესე წვალობ და ვიღაცა მოდესღაც იწვალა და ეს ძეგლი აქ ააშენა რაღაც გარკვეული მიზნის გამო. და უფრო მოხდება ჩემი აზრით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ კულტურის უფრო დაფასება და შეყვარება. დაგეთანხმები აუცილებლად და კიდევ ერთი საკითხია. დაუშვათ მოგზაურობის დროს წააწყდით ისეთ მღვიმეს ან ადგილს ან გორას ან ნებისმიერ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ჯერ ან ცნობილი არ არის, ან საერთოდ არავის არ აღმოუჩენია, ამ შემთხვევაში რა ხდება? ეგეთი მომენტები ჩვენ გქონდა. წელს ვიყავით მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ბექასთან ერთად, ბუხრაშვილთან ერთად ტყიბულში, როდესაც ჩავედით ერთ-ერთ მღვიმეში და რაღაც ამოვიღეთ ისეთი, რაც არ ქონა, რაღაც ძვლები ამოვიღეთ ჩვენ და მე რაღაც ხოველი აღმოჩნდა. ანუ ეს სიტუაციებიც ხდება, აი ესეთ სიტუაციებში, როდესაც კულტურულ ძეგლთან გაქვს კავშირი, ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომ საქმის კურსში ჩართო ისტორიკოსები და ეს ხალხი ვის სპეციფიკასთანაც ეს ახლო, რომ არაფერი არ გააფუჭო. უბრალოდ უნდა თქვა, რომ მაგათ ჩვენ მღვიმეში შევედით, ვნახეთ მღვიმე, კი ჩვენ მოგვეწონა, ძალიან ექსტრემალური პირობა იყო, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ჩავრდეთ გეოლოგები, გეოლოგიის ინსტიტუტში ვიყავით და ასე შემდეგ და ვაცნობეთ, რომ ეს მღვიმე არსებობს და დანარჩენი მეცნიერული გამოკვლევა, რაც მე ფუძედ დაედება თუნდაც ტურიზმს. რაღაც ავტორო უფლებები რომ მოითხოვო, გააქვს ამის საშუალება? ცოტა რთული საქმეა ეს ავტორო უფლებები, რომ ცალკე თემაა სალაპარაკო. იმიტომ რომ ავტორო უფლებების მოთხოვნა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეგ არის სახელმწიფოს საკუთრება და სახელმწიფომ უნდა მოგანიჭოს იმის უფლება, რომ შენ მას შენი სახელი დაარქვა და ეს იურიდიული სფეროა უფრო და მოით ამ სფეროს შეიძლება რაღაც ცალკე გადაცემა და ეთმოს, მაგრამ მთავარი ის ხო არა, ავტორო უფლება გქონდეს. მთავარი ისაა, რომ რაღაც აღმოაჩინე, შენ იცი და ყველა მიცით, რომ თქვენ აღმოაჩინეთ და ამის შესახებ აცნობებთ. ეხლა იმას დაერქმევა გიორგის მღვიმე, ღვთისმოს მღვიმე თუ პრომეთეს მღვიმე, მაგას გარკვეული მნიშვნელობა არ აქვს. რა მთავარია, რომ აღმოაჩინე და რაღაც გააკეთე. ბატონ ღვთისო, თუ შეიძლება რომ კიდევ ერთხელ გაუმეოროთ, შემდეგი გასვლა სად იგეგმება და ვის მიმართონ ამ შემთხვევაში? შემდეგ გასვლა სად იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაცია იდება ხოლმე ჩვენს Facebook გვერდზე და საიტზე, საიდანაც შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია.
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია ქართული ასოებით ჩაწერეთ, იპოვეთ და იქ იქნება შემდეგი კვირის გასვლის შესახებ ინფორმაცია. გასვლები ძირითადად ეხლა არის პასიური შედარებით, თუმცა არის ძალიან მაგარი ბანაკი იგლუ მცხეთასთან ახლოს, სადაც შეუძლიათ ხალხს დაისვენონ, განიტვირთონ მეგობრებთან ერთად და გაიცნონ ლაშქრობის სპეციფიკა სეზონის გახსნამდე. თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, რომ სეზონის გახსნის შემდეგ უკვე დაიწყონ აქტიური ლაშქრობა შემოდგომის ბოლომდე. ყველანაირ ინფორმაციას ნახავთ პრინციპში Facebook გვერდზე. მადლობთ, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ღვთისო მობრძანებისთვის, საინტერესოდ საუბრისთვის, იმედია ჩვენი მსმენელი დაინტერესდება, მოგმართავთ, რადგან ეს ისეთი თემაა, ყველას უყვარს, ყველას მოსწონს, თან ბუნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავისვენოთ და განვიტვირთოთ. ჩვენი მომავალ კვირას დაგიბრუნდებით, შაბათს 16 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. გმადლობთ.